მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო ვიდეო ლესონზე. პირველ რიგში მინდა მოუხადო ყველა ჩემს მაყურებელს და subscribers ბოდიში, რადგანაც მქონდა რამდენიმე დღიანი პაუზა. ეს პაუზა გამომდინარეობდა იქიდან, რომ სამწუხაროდ გავცივდი და ვერ ვახერხებდი ასე ვთქვათ ვიდეოების გადაღებას. დღეიდან კი ვანახლებთ ასე ვთქვათ ვიდეო გაკვეთილების გადაღებას და თქვენთვის შემოთავაზებას. პირველ რიგში კი დღეისათვის შემოგთავაზებთ ასე ვთქვათ ერთ გენიალურ ვიდეო გაკვეთილს. სახელწოდებით როგორ უნდა გავაფორმოთ კონკრეტული და ძალიან პოპულარული საიტები. ამისათვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ბრაუზერი, ჩემო მეგობრებო, და კონკრეტული საიტი სახელწოდებით userstyle.org. ამ საიტზე მოცემულია საიტების სია, რომლის გაფორმება შეგვიძლია მაგალითად იგივე Google, YouTube, Facebook, Amazon, Yahoo, Wikipedia, Reddit, Twitter, eBay და LinkedIn. მოდით ავიღოთ სიტყვაზე ვთქვათ Google ამ სიტუაციაში. და აქ არის რამდენიმე Google-ის გაფორმება, ჩემო მეგობრებო, როგორც თქვენ ხედავთ და ავირჩიოთ ერთ-ერთი მათგანი. აი მოდით ავირჩიოთ Simpsonები, დავაჭიროთ მას და ამის შემდგომ ავიწიოთ install with stylish. Stylish ეს არის ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული API, ჩემო მეგობრებო, ანუ გაფართოება Google Chrome-ისათვის, რომელიც გვეხმარება აი ამ თემების კონტროლში. როგორც ხედავთ, API დაყენებულია, ამის შემდეგ კი დავაჭიროთ install styles. დავაჭიროთ OK-ს. და style install როგორც კი დაეწერება, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ Google-ზე. საძიებო სისტემაში და ვხედავთ, რომ თემა დაყენებულია და არის ასე ვთქვათ ესეთი ლამაზი გაფორმება. თქვენ შეგიძლიათ ასევე დააყენოთ რამდენიმე თემა, ჩემო მეგობრებო. ამისათვის თქვენ უბრალოდ უნდა გადახვიდეთ იგივე საიტზე, userstyle.org-ზე, გადახვიდეთ Google-ის გრაფაში, ან თუნდაც YouTube-ის, ამას არ აქვს მნიშვნელობა და აირჩიოთ ახალი თემა. აი სიტყვაზე ვთქვათ ეს გაფორმება. დავაჭიროთ install styles. და ამის შემდგომ გადავიდეთ Google-ზე. როგორც ხედავთ, ამ მომენტში რა თქმა უნდა არის ჩართული Simpsonები, ამისათვის რომ შევცვალოთ და დავაყენოთ ახალი თემა, უნდა დავაჭიროთ stylish-ის apps, ჩემო მეგობრებო. და install style-ში გადავიდეთ და ამის შემდგომ ავირჩიოთ ასე ვთქვათ ჩვენთვის ასურველი თემა. როგორც ხედავთ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ეს თემა, სადაც არის მთები და უნდა გავაუქმოთ ასე ვთქვათ Simpsonები, თუმცა არ გვინდა მისი წაშლა. ამისათვის ჩვენ უნდა დავაჭიროთ deactivated. როგორც ხედავთ, დარჩება მხოლოდ და მხოლოდ თემა, რომელიც რამდენიმე წამის წინ დავაყენეთ და ეს არის ლამაზი პეიზაჟები. პეიზაჟები უკაცრავად. ამერია სიტყვა. როგორც ხედავთ, თითოეულ შეცვლისას პეიზაჟი იცვლება და ხდება სხვადასხვა ფოტო, ასე ვთქვათ, ჩვენი Google-ის საძიებო სისტემაში. დღეისათვის კი სულ ეს იყო, ჩემო მეგობრებო, რაც თქვენთვის უნდა მესწავლებინა. ყველაფრის ლინკი იქნება მითითებული ვიდეოს აღწერაში, როგორც საიტის, ასევე გაფართოების. დღეისათვის კი სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. თუ რაიმე შეკითხვა გაგიშტათ, დაწერეთ კომენტარებში. არ მომწერეთ Skype-ში.